პრეზიდენტობის კანდიდატი თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ნინო ბურჯანაძე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს და ასოციაციის წევრებს შეხვდა. ხატიაშვილის განცხადებით შეხვედრის მიზანია პრეზიდენტობის კანდიდატებისგან მოისმინოს როგორც წარმოუდგენიათ მათ ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება ქვეყანაში და აღნიშნულთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების გატარების აუცილებლობა. Advokatთა კორპუსმა ძალიან დიდი იმედგაცრუება განიცადა, როდესაც ისეთ საკანონმდებლო ცვლილებები ხორციელდება, რომელიც ადვოკატის უფლებებს ურტყავს. აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ჩემ კორპუსთან ერთად, რომ ნებისმიერი პირი, რომელსაც მოუნდება საქართველოს პრეზიდენტობა, ან უმაღლესი თანამდებობა, შეხვდება ადვოკატთა კორპუსს და მას უნდა ჰქონდეს ის ხედვა, რაც გამომდინარეობს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლიდან, ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლება. საგანგაშო იყო ის ფაქტი, რომ 157 ადვოკატი იყო დაკავებული და დღეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოში იმისათვის, რომ არასოდეს ადვოკატთა უფლებები აღარ შეილახოს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მიმართვა, რომელიც გააკეთა ბატონმა ზაზა ხატიაშვილმა პრეზიდენტობის ყველა კანდიდატთან, იმიტომ რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ადამიანებს უნდა იცავდეს კანონი და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირი და პიროვნება.